Gomishi. Rashi. Gaushu, etqinade. მოგესალმებით. მე ვარ თამთა ჯანაძე და ესენი ჩემი ტყუპები არიან. ეს მართალია თამაშია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ასეთი და ამაზე ბევრად მძაფრი დაპირისპირებები გვაქვს. როდესაც ტყუპებთან ერთად სადმე ვარ, ძალიან ხშირად მომისმენია ასეთი ფრაზები: რა მაგარია ტყუპი, ნეტა მემყავდეს, აუ ნეტა გამიჩნდეს და ასე შემდეგ. და ამ დროს მე ვფიქრობ, კი ხარ ღირსი რომ გაგიჩნდეს, ნეტა მართლა გეყოლოს. იმიტომ რომ როგორც წესი ამ ფრაზებს ამბობენ ის ქალები, ვინც ჯერ დედა არ გამხდარა და შესაბამისად არ იცის რა არაადამიანური შრომა, როგორი ფიზიკური და მენტალური სიძლიერე და რამხელა გამოწვევა არის ტყუპის ყოლა და ზოგადად შვილის გაზრდა. არა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ტყუპს ველოდებოდი. ამ დროს მე უკვე მყავდა ერთი შვილი, ცოტა წამოვზარდე, ძლივს მივიღე მეორე ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება და უცებ რადიოლოგი მეუბნება, რომ ველოდები ტყუპს. და იმდენად მძაფრი რეაქცია მქონდა ამ დროს, რომ ქალი დაიბნა და უკვე საკუთარ კომპეტენციაშიც კი ეჭვი შეიტანა და მეუბნება, რომ ტყუპებს კი ვხედავ, მაგრამ იქნებ ვცდები, იქნებ გადაგემოწმებინა, ან ცოტა ხანში კიდე მოხვიდეო, მოკლედ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ როგორღაც აი ამ პანიკიდან გამოვეყვანე. და მე ამ დროს ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული, უკვე ერთი შვილი მყავდა, რომ დედობა ძალიან დიდ სიხარულთან, სიყვარულთან და ბედნიერებასთან ერთად არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა, ძალიან მომაბეზრებელი და დამღლელი რუტინა და ითხოვს სერიოზულ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მენტალურ მზაობას დედისგან და შესაბამისად საკმაოდ დამზაფრა იმის წარმოდგენამ, რამდენად შევძლებდი ორ პატარა ადამიანთან გამკლავებას დამატებით. როგორც წესი, ტყუპების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ისინი ნაადრევად დაიბადონ, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ასე არ ყოფილა. 39 კვირის და 3 დღის ვიყავი, როდესაც თეკლა და სანდრო დაიბადნენ. თეკლა იყო 3 კილო და 200 გრამი, სანდრო 3 კილო და 400 გრამი და ეს არის ტყუპებისთვის იდეალური წონა. თეკლა დაიბადა 10 წუთით ადრე, რაც მას უფლებას აძლევს, რომ ეუფროსოს ძმას. ძალიან ხშირად მეკითხებიან, რამდენად არის შესაძლებელი დედის რძით გამოიკვებოს ტყუპი ისე, რომ არ დასჭირდეს ხელოვნურის დამატება. ჩემი შვილები 6 თვის მანძილზე ჭამდნენ დედის რძეს ყოველგვარი ხელოვნური დანამატის გარეშე და მშვენიერი მატება ჰქონდათ ყოველთვიურად, ასე რომ შესაძლებელია. შენ სოსკას გადლევს, რა გინდა? ყველაზე მეტად ჩვილობის ვიდეოებში აი ამ ჩანს თეკლას ხასიათი. როდესაც ის რწმუნდება, რომ სანდრო იმის მისაკუთრებას აპირებს, რაც მას ეკუთვნის, ცვლის გადაწყვეტილებას, წვეთს ტირილს და იბრძვის თავისი უფლებებისთვის. აქ არის სულ რაღაც წლის და 4 თვის. როგორც წესი, ერთი ტყუპი ყოველთვის არის დომინანტი და მეორე უფრო პასიურ როლშია. ჩვენ შემთხვევაში თეკლა არის გაცილებით აქტიური ვიდრე სანდრო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის არის უპირობო ლიდერი. მუდმივად აქვთ ერთმანეთთან კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება პირველი. პირველ მე გამოვედი მუცლიდან. მე რა პირველი მე ვთქვი. არა მე. არა პირველი მე ვთქვი და მომიმზადა.
ჩხუბობენ ყველაფერზე, თუმცა ყველაზე მეტად დედას ვერ იყოფენ. ლამის სასწორზე წონიან დედის მიერ მათ მიმართ გამომჟღავნებულ ყურადღებას და თუ რომელიმეს უფრო მეტად მოვეფერე ან უფრო მეტი ყურადღება დავუთმე, მაშინვე მოდის ეჭვიანი კომენტარები, რომ ის მე ყველაზე მეტად მიყვარს, რომ დანარჩენები არ მიყვარს ისე როგორც საჭიროა და შემდეგ გამუდმებით მჭირდება იმის მტკიცება და იმის ახსნა, რომ სამივე თანაბრად მიყვარს. მეუბნებიან, რომ მე სამი შვილი არ მყავს. მყავს ორი შვილი, ან ერთი შვილი და ერთი შვილი არ მეყოფა. იმის მიუხედავად, რომ მიზეზი არ სჭირდება და ფაქტობრივად ყველაფერზე ერთმანეთს ხოცავენ და მუდმივად ჩხუბობენ, საკმარისია სხვა ბავშვმა რომელიმეს აწყენინოს, რომ მეორე მაშინვე მის დასაცავად გარბის. იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვიყავი მთელი 9 თვე საკმარისი დრო დავხარჯე იმისთვის, რომ ანა შემემზადებინა როგორღაც ტყუპების დაბადების მომენტისთვის, აღმოჩნდა, რომ დიდად არაფერი არ გამომსვლია, რადგან ანას რეაქცია არ იყო მაინც და მაინც სასიამოვნო. მოგიწოდა დედი? თუ ჩხავია ძალიან. როდესაც პირველად ნახა თეკლა და სანდრო, როგორც ჩანს მოლოდინი ჰქონდა, რომ უკვე გაზრდილ ლამაზ ჩამოყალიბებულ ბავშვებთან მოუწევდა ურთიერთობა და როდესაც შერჩა ორი ჩხავანა არსება, საშინლად გაუცრუვდა იმედი. დაიწყო ეჭვიანობა ყველაფერზე, უკლებრივ, ყველა დეტალზე. ცდილობდა ნებისმიერი სტუმრისთვის, რომელიც სახლში მოვიდოდა, რომელიმე მათგანი ეჩუქებინა და როდესაც დარწმუნდა, რომ მათ თავიდან ვერ მოიშორებდა, შემდეგ უკვე ჩემზე დაეწყო აგრესია და მეუბნებოდა, რომ რად გინდოდა ეს ბავშვები და თუ მაინც და მაინც ერთი მოგეყვანა, ეს ორი რა უბედურებაა, რამდენია. ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ ძალიან ხშირად ენიჭება ბიჭს უსამართლო უპირატესობა, რისი სასტიკი წინააღმდეგიც ვარ, გარშემოყოფებისგან ყოველთვის მოვითხოვ, რომ ეს არ გააკეთონ ჩემ შვილებთან მიმართებაში, ჩემმა სამივე შვილმა იცის, რომ აქვთ თანაბარი უფლებები, თანაბარი მოვალეობები, თანაბარი შესაძლებლობები და მხოლოდ მათი არის დამოკიდებული, როგორი მომავალი ექნებათ. როდესაც ტყუპები დაიბადნენ, ანა იყო 4 წლიდან ხევრის და ერთბაშად პატარა გოგოდან გახდა დიდი გოგო უკვე. დაიწყო ეჭვიანობა, რომელიც დღემდე მოყვება. როგორც კი ოდნავ მეტ ყურადღებას გამოვიჩენ ტყუპების მიმართ, მაშინვე მეუბნება, რომ შენ ისინი უფრო გიყვარს. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს დრო ანაზე დავხარჯო, ავუხსნა და ჩემი ქცევით გავაგებინო, რომ ისეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ტყუპები. ვცდილობ ავუხსნა, რომ ის რომ ფიზიკურად პატარებს უფრო მეტად ჭირდებათ ჩემი დახმარება, ვიდრე მას არ ნიშნავს, რომ უფრო მეტად მიყვარს რომელიმე. თუმცა ამას ხან ვახერხებს, ხან ვერა. ორივე ტყუპი კატეგორიულად მოითხოვს ჩემგან, რომ არ დავბერდე, რადგან ბებო სიკვდილის შემდეგ გააცნობიერეს, რომ სიბერის შემდეგ სიკვდილი მოდის და ამიტომ ცოტა შეეშინდათ. მეც ვუთხარი, რომ ძალიან დიდხანს ვიცოცხლებ, რომ იქამდე მათთან ვიქნები, ვიდრე დავჭირდები და შემდეგ, როდესაც მათაც აღარ მოუნდებათ ჩემთან ყოფნა და მეც იმდენად დავიღლები, რომ მომინდება ცაში წასვლა, შემდეგ დავბერდები და გარდავიცვლები. ამ ეტაპზე ეს ვერსია მათთვის მისაღები აღმოჩნდა და დამშვიდნენ და იმედი მაქვს ასაკის მატებასთან ერთად უფრო სხვანაირად გააცნობიერებენ ყველაფერს. მე და ჩემი ბავშვები გამოვედით სკვერში, ისინი საფენელზე ქანაობენ და მე შესაძლებლობა მაქვს ცოტა ხნით მაინც ჩამოვჯდე და დავისვენო. სხვათა შორის აი დაღმილობისგან რომ ვერ ვსუნთქავ ხოლმე ისეთ მდგომარეობამდე გარბისული, ახსენდება რომ სადღაც არსებობენ დედები, რომელთაც ყავთ 3 ტყუპი და აი ამის წარმოდგენა ნამდვილად მომშვიდებს.